შარშან საქართველოს მიიღო მალარისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატი. ეს საკმაოდ დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანი ეკონომიური თვალსაზრისით, თუნდაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ რომ მივდივართ ქვეყნებში დაუშვათ საზღვარგარეთ, გვაინტერესებს რამდენად დაცული ვართ ასეთი გადამდები დაავადებებისგან და როცა ქვეყანა ამისგან თავისუფალი, ეს კიდევ ერთი დამატებითი პლუსია იმისთვის, რომ არჩევანი შევაჩეროთ იმ ქვეყანაზე, ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მანამდეც არსებობდა ქვეყანაში მალარის საწინააღმდეგო პროგრამა, გრძელდება და მით უმეტეს განსაკუთრებულად ვცდილობ შევინარჩუნოთ ის მაჩვენებელი, რაც არსებობს ქვეყანაში. ზესტაფონში ჩაერთო უკვე მეორე წელია ეპიდემიოლოგიის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს კოღუების ტიპებით მალარის გადამტარების წინააღმდეგ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მოგვეწოდება ნივთიერება სოლფაკი. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჩვენ უკვე გაჩვენეთ თქვენ, ეს არის ჩვენი არეალი, სადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობს ბუნებრივი წყალსატევები, გლობალური დათბობის ფონზე რამოდენიმე წყალსატევი დამშრალია, ზოგი ხელოვნურად მოხდა დაშრობა ავტობანის გაყვანის გამო და ამან გარკვეულად კლიმატური სიტუაცია შეცვალა გარკვეულ არეალში, ამიტომ გარკვეული რისკებიც გაჩნდა და ზოგან პირიქით უკეთესი მდგომარეობა. ამიტომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება, ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ ამ ტერიტორიის მონიტორინგს, ცენტრში მუშაობს ენტომოლოგიური სამსახური. პირველ ეტაპის სამუშაო მაის-ივნისში უკვე დასრულდა, დაახლოებით 40,000 კვადრატული მეტრი ფართობია დამუშავებული და უკვე მეორე ეტაპის სამუშაო გრძელდება, რომელიც დასრულდება აგვისტოს ბოლოს. ჩვენ გვაქვს 7 ბუნებრივი წყალსატევი, ხელოვნური წყალსატევებიც გვაქვს აღრიცხული, გარდა ამისა არის საკონტროლო ბინა 3 და ამის გარდა კიდევ გვაქვს სანიაღვრე არხები, რომელიც საკმაოდ ბევრია. უბრალოდ ამ მომენტში უნდა ჩატარდეს კომპლექსური სამუშაო, რომ გაიწმინდოს ეს სანიაღვრე არხები ამ წყალმცენარეებისგან, ნაგვის ნარჩენებისგან, რომ უფრო მეტი ეფექტი იყოს. დაწესებულებებს, სადაც გვიწევს ჩვენ სამუშაო ჩატარება, რა თქმა უნდა, სარდაფი უნდა იყოს წყლისგან თავისუფალი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამ ღონისძიების ჩატარებას აზრს კარგავს და მოსახლეობას მოუწოდებს, იმიტომ რომ ეს გადამდები სხვათა შორის შარშან ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დაიდგა ეგრეთ წოდებული ხაფანგები და ალბოპიქტუსი, რომელიც ასევე ძალიან საშიში დაავადების გადამტანი გამომწვევი გახლავთ და ამის გამო განსაკუთრებული ზედამხედველობა ჩავატარეთ იმ დაწესებულებებზე, რომლებიც საბურავების გაყიდვას ეწევიან და სწორედ ამ საბურავებში შეიძლება დაიბუდროს ამ გამომწვევა და კოღომ. ამიტომ ასეთი აქცენტები გავაკეთეთ ასეთ ობიექტებზე, სადაც მეტი რისკი არ შევედა საშიშროების, ინფორმაციები მივაწოდოთ მოსახლეობას, ეს იყო საინფორმაციო ბუკლეტები, სატელევიზიო საშუალებებს ვიყენებდა ჩვენს სამსახურის ვებგვერდს და მოკლედ აქტიური მუშაობის პროცესში ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ყველასთვის მნიშვნელოვანი. მე მოუწოდებ მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად ეცადონ, ფანჯრები იყოს აბადული, როგორც ვიცით ტერმინოლოგია ასე ვიყენებთ, ასევე დაწესებულებები, სარდაფები უნდა მოხდეს, რომ განთავისუფლდეს წყლისგან და განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო დაწესებულებებს, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი პრობლემა და გადამტანი არ არჩევს დაუშვათ, არჩევითად არავის არ შეხვდება, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ დაავადებების წინააღმდეგ. სოლფაკი გადმოგვეცა ეროვნული ცენტრის მიერ, პირველ ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად წარსულში ნასამართლები პირი დააკავეს. მისი დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში ურთიერთშოლაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა. გამოძიება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 19.119 მუხლით მიმდინარეობს. თიკო მუსერიძის ოჯახური ბიზნესი ნაყინისა და წებოვანი ბრინჯის ტანდემია და ის იაპონური სამზარეულოს ტიპიურ ტკბილეულს წარმოადგენს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.
ეს მოჩია მრავალფეროვანი ასორტიმენტითა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. ზესტაფონში პირველი მოჩი თიკო მოამზადა. მოჩი არის ბრინჯის წებოვანი ფქვილში შეხვეული ნაყინის დესერტი, რომელსაც შიგნით აქვს კონფი, სხვადასხვა ხილის, მაგალითად ატამი, მარწყვი, ჟოლო და ათასნაირი ხილი აქვს. საქართველოში სხვადასხვა არის მოთხოვნადი ეს პროდუქცია. ძალიან ბევრს მოწონს, ძირითადად თბილისში არის, ბათუმშიც არის, ენერგეთ ზესტაფონშიც არის. როგორც ასეთი კომერციულ გაყიდვაში, ზესტაფონში არ არის ჯერ ბევრგან საერთოდ. ძირითადად უფრო სახლში უკეთავენ ჩემთან. თბილისში ძალიან ბევრ მაღაზიაში შეტანილი უკვე. ჩემი საქმე პირველ რიგში ძალიან შემიყვარდა, რაც დავიწყე, რატომღაც ძალიან ახლოს არის ჩემთან, ძალიან მიყვარს ეს კრემის დამზადება, ცომის დამზადება. ცვლილებები ძირითადად შემაქვს მხოლოდ კრემში. ცომში ან თავიდანვე რა რეცეპტიც ავიღე, იმ რეცეპტით ვაგრძელებ ეხლაც. იმიტომ რომ დიდად არ შეიძლება კორექტირება ცომის რეცეპტის. და კრემში შეგიძლია ნებისმიერ შიგთავსი, ნებისმიერნაირად შეიტანო. შესაძლებელია ნაყინიც ჩადო, უბრალო ნაყინი შეიძლება ნაღები. და შეიძლება კრემყველიც დაამატო, ძალიან ბევრი ვარიაცია არის შიგთავსის. მაგრამ ცომს ძირთად ყველა ერთი და იგივე რეცეპტი აკეთებს. თუმცა ის პატარა დეტალი რაღაც არის საიდუმლო, რაც ყველა მასტერს თავისი აქვს. 24 წლის თიკოს მოჩების შესახებ ზესტაფონში ბევრმა იცის. ახალგაზრდა დედა თავისი ახალი საქმის განვითარებაზე ფიქრობს. ყველაზე კარგი ალტერნატივა მოუძებნე ასე ფიქრობს სანამ ბავშვი თავის ასაკს მიაღწევს რომ გარეთ გავიდეს. ბაღში შევიდეს, მანამდე მეც ჩემს პროფესიას დროებით გადავდევარდით და ჩემი პატარა მოჩიგოების დამზადებით დავკავდები. მოჩებთან დაკავშირებით, ანუ ვაპირებ კიდევ გავზარდო რეალიზაცია, შევიტანო მაღაზიებში, საკონდიტროებშიც, თუ საჭირო გახდა და არ ვიცი თუ უბედმა გამიმღიმა და ბოლოს გავიმართლა, სავარაუდოდ გავხსნი მე ჩემსაც, მაგრამ ეს ძალიან დიდი მომავლის გეგმა არის. ჯერ უბრალოდ განვითარებაზე ფიქრობ. მაღაზიებში შეტანაზე და ასე შემდეგ. ყველამ შეძლოს დაგემოვნება. ფასიც შედარებით დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებშია. ამბობს, რომ ქალების გაძლიერება მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც ოჯახის, ისევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან მიმართებაში. ძლიერი ქალი, ჩემი აზრით, არის ქალი, რომელიც გაცდება იმ ოჯახის ციკლს, რაც მის ვალდებულებებში შედის, მიიღებს განათლებას, თუნდაც დაიწყებს თავის საქმეს და ესეთი ადამიანები აძლიერებენ ზუსტად ქვეყანას, ოჯახს. პოპულარული იაპონური ნუგბარის მომზადებაში კიდევ უფრო მეტი დახელოვნება თიკოსთვის მთავარი გამოწვევა, რომელიც მის ცხოვრებაში რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ახლა იმას შეეცდება, რაც შეიძლება მეტმა პატარამ მისი მოჩების გემო შეიგრძნოს და შეიყვაროს, ისეთივე ფერადი და ტკბილი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დონალდ ტრამპის მკაფიო ოპოზიცია და მტკიცე გადაწყვეტილება ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც პუტინისთვის მიცემულ 50-იან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს. მისი თქმით, უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება. შეგახსენებთ, ტრამპმა შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კიმ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთს 10 ან 12-იან ბოლო ვადას აძლევს. ლოდის აზრი აღარ აქვს, მინდა რომ გულუხვი ვიყო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავ, აღნიშნა ტრამპმა. ამასობაში კი თურქეთი მზაობას გამოთქვამს სამშვიდობო როლი შეასრულოს და შეხვედრის მასპინძლის ფუნქცია იტვირთოს. ერდოღანი ამბობს, რომ მისი ქვეყანა დაბალანსებულ, სამართლიან და მშვიდობის მოყარე პოლიტიკას იცავს და აცხადებს, რომ ეს სისხლიანი ომი ახლავე უნდა დასრულდეს. დახმარებით დავიბრუნეთ, თავის ძოზე ანდრია დადიანს ეკუთვნოდა და სწორედ გასაბჭოების შემდგომ პერიოდში 1921 წლის შემდეგ მოხდა ამ საგანძურის გატანა ქვეყნიდან. ჩვენ ამ პროცესს მუდმივად ხელს უწყობთ და მუდმივად გვინდა რომ შეივსოს ჩვენი საგანძური, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ქართული და ევროპული კულტურის განუყრელობას, იმას რომ ჩვენთან ყოველთვის იყო ევროპის კულტურის საუკეთესო ნიმუშები
ნიმუშები, ჩვენი კოლექციების ნაწილი. ეს იყო საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივა, რომ ეს უნიკალური საგანძური სამშობლოში დაბრუნებულიყო და ჩვენ დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება ბრიტანულ მხარესთან იმისათვის, რომ ეს უნიკალური ნივთი, რომელიც იყო ქართული კოლექციის ნაწილი და ადასტურებდა იმას, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში არაერთი რენესანსის ხანის ნიმუში იყო წარმოდგენილი პირად კოლექციებში, დაბრუნებულიყო სამშობლოში. ეს არის მეხუთე ნივთი, რომელიც ამ ნახევარწელიწადში საქართველოში დაბრუნდა, კერძოდ ხელოვნების სასახლეში დაბრუნდა და ვფიქრობ, რომ სამომავლო პერსპექტივები ძალიან დიდია. მე ვსარგებლობ შემთხვევით და სამინისტროს მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა ამ იდეების მხარდაჭერისათვის, ჩვენი ეროვნული კოლექციის შევსებისათვის და იმ საგანძურის, აი ესე გამდიდრებისათვის, რომელიც ჩვენ ხალხს ეკუთვნის.